მოგესალმებით, ჩემი სახელი არის ზევანი და ეს ზევანის ოდისეის მეორე ეპიზოდი არის. და დღეს ჩვენ მივდივართ კახეთის ტბაზე, ისევ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად, ისევ ლიდერის სტატუსით, ისევ ბოლაშრე ადამიანად. ახლა ვიმყოფები სოფელ ჭობიხევში, აქედან იწყება იდეაში ბილიკი, ახლა გადაბარგების პროცესი გვაქვს, განახებთ მაგ ყველაფერს. ერთი მანქანა ავა დაინაშვენ ბარგს, საჭმელს ასე შემდეგ და ჩვენ ფეხით გავყვებით. ფეხით დაახლოებით ალბათ 4 საათი მოგვიწევს, მაგრამ ვარაუდობ, რომ ცოტა მეტი შეიძლება მოგვიწევს, იმიტომ რომ ჩვენთან ახლა არიან არასრულწლოვნები. არ ვიცი ეს ტექნიკა რამდენად თქვენგან მაიცის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიარულის დროს განსაკუთრებით აღმართზე სუნთქვის ტექნიკა. თავარი არის არ ვიჩქაროთ. თუ თქვენ ერთ პერიოდი იჩქარებთ და გონიათ რომ მაგარ ხოძზე ხართ, უეჭველი სადღაც დაიღლებით და მთელ ჯგუფს ჩამორჩებით. ერთ ტემპში ვიაროთ, სუნთქვის ტექნიკა ყველაზე მთავარი არის, რომ როცა ჩავისუნთქავთ, მუცელი გავბეროთ და არა გულმკერდ. ჩაისუნთქეთ პირველი 5-10 წუთი შეიძლება იწვალოთ ამაზე, მაგრამ მე უკვე ორგანიზმი თავისთვის გადაეწყობა ამ სუნთქვაზე. ძალიან მალე მივუახლოვდებით. ჩვენი მომენტს, როდესაც ვნახავთ ძალიან ლამაზ ხედებს. კოტეჯებს და შევეგდებით და დავიცი. აი კოტეჯები მეკობრებო. კოტეჯები. კახეთის ტბა 2 კილომეტრი და 600. 55 წუთი. აი ეს Eli დაგვიქნიე. მერაბიკო. როგორი შემოჩები. მერაბიკო. რა მათე ხავ. აი, დაწყინა მქვია კალო რა მათე. ესა იგი, ეს არის ჩიტოს ტბა. პირველი ტბა რაც უნდა გაგვიარა გავივლით ამ ჩიტოს ტბას და შემდეგ მივდივართ კახისზე. რა გაბედნიერებთ. ეს. ადმოვიარეთ. ერთიანი ძალებით ხდება გადასვლა. მე ზევანთან მაქვს ერთი კითხვა. აბაგისე. ჩიტოს ტბა და ეს რისი ტბაა? ეს არის ჩიტოს და ეს არის ჩიტოს გუბე. გულოთ რა ტყლაპო შეგვიწევს შერული რომ დავამფიქსიროთ. კახისის ტბა 900 მეტრი 20 წუთი. აქ არის თორი, რაგნაროკი, ბორჯომი. 20 კილომეტრია ეს. ერთხელ რო ნახავ ამას როგორ შეიძლება შეიჩვენ ხას. ჩვენ შევძელთ გავიმარჯვეთ. უკვე აღარ მჯეროდა რომ ამას დავინაყავდით და ვიხილავდით. ეგეთ ტბა და ტბა რა ნახეთ ხალხო? რა მაგარი არის? ამხელა. რა ლამაზია, რა მხელა. ზიხარ ვარსკვლავებია და ტბა. შეშარალი? მარია, აბა შეშა მომიტანე. რას ფიქრობ როგორი არის? მე ვფიქრობ რომ ძალიან გამაგერია, უბრალოდ ძალიან ცივა და რამდენად ვცდილობ რომ გავწვეთ. მაგრამ შეშა არ არის. მოვაცებ შეშა რა გოლყვარია. აგერა, ყოველთვის ვარდა ვისაც მინდათ. აუ მინდა მე, მაგრამ შეშა მინდა, შეშა. შეშა არ არის. ყიდველია 200 შეშა არა. შეშა არ არის. შეშა არა. ხალხი უშიშოდ დარჩა. უშიშოდ დარჩა. აი ეს არის ჩვენი ორი კოტეჯი, სადაც გოგოები ბიჭები არიან და იქეთ არის 4 კოტეჯი და იქეთ განთავსებულები არიან რა. იქეთ არის 2 ადგილიანი და ესე რა. იქეთ სხვადასხვა ადგილების რაოდენობა არის რა. ეხლა მე აქ უნდა გავშალო კარავი. აი ამ ადგილას. შვენიერი ხედი უნდა მქონდეს ასეთ. ტბის მხარეს გავაკეთებ კარებს, რომ პირდაპირ იქეთ გავიხედო რა. ეს არის ჩვენი ტრაპეზი, რომელშიც არაფერი არ ჩანს. გენიალური განათება გვაქვს. კი, მიდიო. გევანდელი ჩვენი საღამო. და ბებოს გამოცხარი ნავცხარი ფონად. გათენდა ძალიან შემშვიდია, ლამაზი არის, დილის 7 საათი არის ახლა და კი ხედავთ უკანაც რა ხდება რა, სულ ნისლი არის, ღრუბელში ვართ აქტიურად და არაფერი არ ჩანს. ეს არის ჩემი კარავი, აი აქ მეძინა ეს არის ავტოს კარავი. ავტოს უფრო კარგად გაგაცნობთ. და დღევანდელი გეგმების შესახებ ვგითხრათ. ძალიან მარტივი არის, საერთოდ დღეს არ მივდივართ ხოლმე, მაგრამ დღეს მივდივართ. აი აქ ხალხი შემოგარეს მოვივლით, ბავშვებს ტრენინგი ჩაუტარდებათ. ბავშვები გაიგებენ თუ რა არის ლაშქრობა, როგორ უნდა მოვისეთ ლაშქრობაში, ბუნებას აგონა მოუვაროთ და გვიყვარდეს ბუნება და არა და გავით დავყავართ და ასე შემდეგ.
ერთი დაიჭირე? ხელვა ჩაული. ღელი. შენ გა შევატრიალებ ას. შევატრიალებ. ხელვა ჩაული ცალკე ქვეყანა არის და ახლა აქვს ბავშვებს ლექცია. განახებთ მიმდინარეობას, კითხვებს სვავენ და ქართულ გეოლოგიაზე საუბრობენ. მე აქ წევარ ვისმენ თან. ბოლო კითხვა არის ეგეთი, რადგან დავიწყეთ კითხვით დაბაძველის და კახისისწყლის არეალის შესახებ, ამავე ტერიტორიის შესახებ კითხვით დავასრულეთ. თანაბარ პირობებში, ანუ ამაში რა გულისხმობ? ერთი და იგივე ტემპერატურაზე, სოფელ ჭობისხევში, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლეზეა, დაახლოებით 900-დან 1000 მეტრამდე და ჩვენს დაბაძველში წყალი რომელ ადგილას უფრო მალე ადუღდება? დაბაძველში თუ ჭობისხევში? ესე იგი, ჭობისხევი არის 1000 მეტრზე, დაბაძველი არის 1700-ზე. დაახლოებით, რა, პლუს მინუს შეიძლება 100 მეტრი ვიტყვებოდი. მიდის მსჯელობა, მაღალი თუ დაბალი? მე ვამბობ მაღალს. რას ფიქრობთ, მაღალი? რომელში უფრო მაღალი? ატირდება იქ დაბალში. მაღალში გო. შეთო ჭობისხევში. აუ ნახოთ თქვენ რა ვერსიები გქონდა. ანუ რამდენი გქონდა მე? როგორ ახსნით მაგას ეგეც ამთავრებს. კარგი, არწივების პასუხი არის რომ დაბაძველში უფრო მალე ადუღდება წყალი. ზებუნებრივებიც ფიქრობენ რომ დაბაძველი, ხოლო ტრიუმფატორები და ავანგარდულები ფიქრობენ რომ ჭობისხევი. სწორი პასუხი იყო რომ რა თქმა უნდა უფრო მალე წყალი ადუღდება იქ სადაც არის დაბალი წნევა. ანუ ჭობისხევში უფრო მალე ანუ მაღლა. დაბაძველში უფრო მალე. იქ დაბაძველში უფრო მალე. აბსოლუტურად უნდა ჭობისხევში. მე ვარ ძალიან კარგ ხასიათზე, რა გვიჭირს. ვართ, ვჭამთ, ვსვამთ, წევართ, დაწოლზეც ვჭამთ. დაიღებს პირის სიყვები და ნობს დავრუნები სევაილები ხელში და მივიწყებ წაგებულოს მიმოვა შენგან ავადრეს მიმოვა შენგან ავადრეს ვარდები ხელში ესე იგი ახლა გვაქვს შემოვლითი პატარა ძალიან მინი ლაშქრობა კახისის ტბის მიდამოებში. აქეთ არის ჩვენი კოტეჯები და ჩვენ საუდივართ. უსაფრთხო არის რა თქმა უნდა. კარგი ბილიკი არის, მაგრამ ხდება ხოლმე აი ესეთი რაღაცეები. აი ესეთი გუბეები ხდება ხოლმე ჩვენ მეგობრებო. მოდი. ო. აი ვიყანე და ვისაც ხოდი. ხო რა. მეგობრებო, ზევანი არის საუკეთესო.
ზევან ლიდერი ლიდერი ნამდვილი ლიდერი ადამიანი ანუ ვატითეთ ახლა ნუ ვატითეთ გაჩერდი ექსკლუზიურად მაქვს ორი იუთუბერი შეხვედრა ჰიტა შენ არ ხარ ესე ბიჩოული მე როგორც ვიცი ესეთ გარემოში და ეჩვევი ხო ახლა აუდიტორ ცხოვრებას აგარია აუ ისე გადავღეს ყველაფერი გამოუჩინე ბაყაყი ნახეთ ბავშვი შევი ხო მიჩდილავ სუში ვიტანე კიდე შაახუტე სუში სუში ჩავუძე იუწყებიან რომ გარდაიცვალა ბაყაყისზე ბაყაყი ჩვენც ხმამწუთარებას გავთქვამთ ბაყაყი გომბეშაში აი კაცი იყო ამხელა გახსოვს ცოტნე სუამხელა აი მე ვზრო ბობღავდა მე თავკომბალა იყო მაშინ ტბაში კახისის ტბაში დაცურავდა ბიჭო კახი საშინელი ტრაგედია დაგვემართა მაგრამ სევიდან გვიყურებს დარწმუნებულობიდან წყლიდან მისი სული ნათელში ჩვენ მისთვის ვიდეო ახლა მაგრამ უშლით კარვებს რა ბავშვებისგან კარვებს იმიტომ დღეს უწევთ რომ კარვები გაშოვონ და შეხედოთ რა ხდება რა მაგრამ ეხლა შეხედეთ რას ეს არის ჩემი ახალი კარავი Nature Hike-ის კლაუდი და ეს არის ჩემი ძველი კარავი Hikeman-ის კარავი რა აგინდა ჭოფლები გამიმრავლდა გამოიწერეთ ზევანის არხი ადლობა გადაწყდა რომ მივდივართ კატერით და გავისეინოთ გადადით უკანა ადგილები დაიჭირეთ აბა ჰარგად ჯიგრებო ისი ამოვნეთ და დადგმ მეგობრებო ძალიან მეშინია აი ამ ფონზე მეგობრებო რა უნდა ხან ჩემი არხივი დავაიწეროთ ვოპ ინტენსიურად აგარია აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი რეკლამა. ჩავიფიქრე. ეს ჩამოდი. ასეთი ბანაკები ძალიან კაი არის რა. 14-18 წლამდე არიან ეხა ეს ბავშვები და ზოგი მე-9-ში გადავიდა, ზოგი მე-12-ში, ზოგი მე-11-ში და ფიქრობ ეს ბანაკები დაიხმარებათ იმაში, რომ აი ბუნება ცოტა სხვა თვალით შეხედონ რა. კონკრეტულად ეს ბანაკი არის მოლაშქრეთა კლუბი, ესე დაარქვეს და შემოვიარეთ ტბები, შემოგარენი ასე რომ ვთქვათ, რაღაცები ვისწავლეთ, როგორ უნდა გავშალოთ კარავი, ჩანთის აგებულება, მისი გამოყენება და ასე შემდეგ. ეს კარგი არის და თუნდაც ამ 20 ბავშვიდან ერთი მაინც გახდეს კარგი მოლაშქრე და კარგი გიდი, ეს ძალიან წარდგება ჩვენ ქვეყანას რა. ბანაკი მშვენივრად მიმდინარეობს, ბავშვები ბედნიერები არიან, ლიდერები იმაცებ, რომ ბედნიერები ვართ. ეხლა კონკრეტულად მიდის შეშის პობა. ღამისთვის დიდი ცეცხლი მოვაგიზგიზოთ, ბოლო დღე გვაქვს ბანაკში და გვინდა გაჩვევა მითხას გავჩერდეთ ცეცხლთან. ესე იგი შენს YouTube-ზე ჩავა პირველად, ხო? ხო. მოგესალმებით, მე ვარ ლამაზი კაცი. ეს ზევანმა შემარქვა, მე შევარქვი ამას ლამაზი კაცი, ავტოს. აბა.
როგორც ფაიერის წარმომადგენელი, როგორც შეფასებ ბანაკს და ბავშვებს, როგორ თავვითარებას რა. იდეალური ადგილია პირველ რიგში. ძალიან ბევრი ვიწვალეთ, სხვადასხვა შორის პირველ დღეს რომ ამოსულიყავით აქამდე 7 კილომეტრი აღმართი, მაგრამ საბოლოოდ კენწეროში გატკბილდა და აღმოჩნდა რომ, რავი, ძალიან მაგარი ადგილია, კი ხედავთ, აგერ უმაგრესი ადგილი, კარვები გავშალეთ. უმაგრესი ბავშვები ყავს 20 ახალგაზრდა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ. გვეხმარებიან საჭმლის გაკეთებაში, დალაგებაში, აქტივობები გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო და, რავი, ყველაფერი კარგად გამოდის მოკლედ. ჩვენი ჰოსტიც, ასე ვთქვათ, მასპინძელიც ძალიან მაგარი ხალხია, მასპინძლები. ჩვენი ექიმბაში. ექიმბაშია ბებია ქალი. ჩვენი რეივერიც ვარ. მოგესალმებით, მე ვარ ცოტნე და ნუ იდეაში ექიმად ვარ წამოსული აქ, მაგრამ არადაირი ექიმის საქმე მე აქ არ შემიზრლებია. აქ ბანაკის წევრებით მეც გადასარევად ვერთობი. ცეკვა თავაში, მხიარულება. კი, მეც ეგრე ზუსტად ახლა ფრებურთის ჩემპიონატიც მოვიგეთ. და ხო, ასევე დავამატებ იმას, რომ ჩემი პირველი ბანაკი არის ეს და ძალიან მომწონს. მე რა ვთქვა? მოკლედ ძალიან დიდი ხანია ლიდერი ვარ, მაგრამ ასეთ ბანაკში არასდროს არ ვყოფილვარ მართლა, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული ბანაკია. ბავშვები ძალიან განსხვავებულები და კარგები არიან. ლიდერები ყავთ საუკეთესო, მართლა ძალიან კაი ლიდერები ყავთ. ექიმი ჭირდება ექიმი? მე ძალიან მომწონს ჩემი რუმეითი ცოტანე. ჩემი ზედმეტ სახელი არის ასე შევარქვეს და მეც შევიტოვე სახელი. ცოტა ვარ. არ მეტყობა? ცოტა. ამ გვერდით აუდექით ხოლმე რამდენი ცოტა არის? ხო, აი. ეს არის ცოტა. აი. ცოტა. ეს არის ცოტა. ცოტა. ხო. ცოტა. ყველაზე მაღალი ბანაკში. აი ესე აღმოჩნდი ცოტა, ანუ საპირისპირო ირონიულია და ესეთი კაპიტოს სრულიად სასიამოვნო არის. საინტერესო და უცნაური. როგორც მოგეხსენებათ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ იმყოფებით ბანაკში და გთხოვთ მოგვახსენოთ თქვენი შთაბეჭდილება როგორი არის ამ ბანაკზე და საერთოდ სიტუაციაზე. ესე იგი, ჩემი აზრით, ეს ბანაკი ძალიან კარგი ბანაკი არის, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იმით, რომ აი ეს ჩვენი გზა, რომელიც თითქმის 7.5 კილომეტრი გზა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, იყო უბრალოდ აი სასწაული გზა იყო და იმართლა 4-ში მოვხდით. აი უბრალოდ მიმოიხედეთ, უბრალოდ აი ამ ბუნებას შეხედეთ, ამ ბუნებას შეხედეთ. მოკლედ წარმოუდგენელი ბუნება არის. ტბასაც შემოვუარეთ, კატერებზეც ვისეირნეთ და რავი რა, ძალიან კარგი ბანაკი არის. ეს ჩემი შეფასებაა. აი ეს არის ხელვაჩაური. მოგესალმებით, ესე იგი, ახლა ჩვენ ვიმყოფებით ბანაკის სხვა წევრებთან და ვიმყოფებით ამ ბანაკის მაფიოსთან. კონკრეტ დონთან, დიახ, მხოლოდ მაფია არა, ბატონ ხელვაჩაურთან. გთხოვთ 1-2 სიტყვით მოგვახსენოთ ანუ ზოგადად აქ სიტუაციაზე რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და თქვენი შეფასება ზოგადად ამ ყველაფერზე. მოკლედ ვიტყვი რა, ყველაფერი ძალიან მაგარია. ტელეფონი დამავიწყო საერთოდ რა არის რა. ტელეფონი თუ არსებობს ქვეყანაზე, ანუ მოკლედ ვიტყვით რომ ტელეფონის გარშე ცხოვრებაა შესაძლებელი. ყველაფერი გვაქვს იგერში, შესაძლებლობთ, კოცონი, კარვები, კოტეჯები, ტბა, ზღვადამტერი არ გვაქვს. აგერ საბა გვყავს. ყველაფერს თამაშობს რა შეიძლება და ძალიან კაია, განსაკუთრებით ზევანი. დიახ, იდეალური ღიარულება შემოაქვს ჩვენთან. იდეალური ვიდეოგრაფი გვყავს ზევანის სახით. მადლობთ თქვენი კომენტარისთვის ბატონო დონო და ახლა უნდა გადავინაცვლოთ ბანაკის სხვა წევრთან, რადგანაც დიახ, ყველას უნდა ვკითხოთ თავიანთი აზრი, ამიტომაც ჩვენი შემდეგი წევრი, ბანაკის შემდეგი წევრი არის ელენე ენერგიული. მე ეწოდა მეგნოე. სადაც სუპერმენია. იმიტომ რომ პირველმა მთხოვა ორივე ერთად, კარგით. ჩვენ ტალები, არა, მე ვარ დიდი.
კარგით, მოდით. ძალიან მოგწონს ეს ბანაკი. ორივე ბანაკში პირველად ვართ. მე საერთოდ არავის არ ვიცნობდი. და მე შინო. ხათაშორის ელენე პირველად მე მომწერა რომ ანუ ისა მე შინიაო და მე ვუთხარი რომ ანუ ისე იყავი თითქოს ნაცნობები ვართ მეთქი და არის ნერვიულობი მეთქი. არა და მე 5 ნაცნობი მყავდა აქ თავიდანვე. ასე რომ არ ვნერვიულობდი, ძალიან კარგად ვერთობით, ძალიან კაია. ტვინი გაბანიავეთ, მეგობრებო. ჩვენ ყავს საუკეთესო სოცნე, რომელზეც გვიჟდები. მადლობთ საუკეთესო ლიდერები, საუკეთესო ბავშვები, საუკეთესო გარემო ინტერნეტის გარეშე. სამყაროს მოწყვეტილები, რა თქმა უნდა, ხო? არ შემიძლია არ დავეთანხმო, რომ ეს რომ ინტერნეტის მოწყვეტილები ვართ არის შესანიშნავი რამ. ბევრად ბუნებრივი ურთიერთობები არის, მეტად ვერთობით და არ ვართ ტელეფონებში ჩამძვრალები. ჩვენი ბატონი ზევანი. ეს არის ყველაზე მონდომებული პიროვნება, რომელიც ამ ბანაკში მინახავს. იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ესმის ჩემი სურვილების და ჩემი ლაშქრობის დაკმაყოფილების სურვილებისთვის ირტვის. მადლობელი ვარ ბატონი ზევანისთვის, რომ გამოყვალა ქშობაში. მადლობელი ვარ ყველაფერი იმისთვის, რაც გვასწავლა და მადლობელი ვარ, რომ ამ ლაშქრობის ნაწილი ვარ ბატონ ზევანთან ერთად. მადლობთ. გამოვიწერეთ ზევანის არხი! და არ დაგავიწყოთ ზარის გლაკის გააქტიურება, რათა არ გამოტოვოთ მისი შემდეგი ვიდეოები. საკმაოდ საინტერესო კონტენტს შემოგთავაზებთ ზევანი, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნება არ გამოტოვოთ მისი ვიდეოები. ამ ვიდეოს მთავარი პერსონაჟი იქნება. მოკლედ ბანაკში გავატარეთ 3 ჯერ მესამე დღეა, მე 3 მშვენიერესი დღე მართლა საოცარი გამოცდილება იყო, რადგან პირველი იყო ლაშქრული გამოცდილება ჩემთვის ბანაკი. ძალიან კაი იყო. 17-ის. და როგორ ანუ ეს ლაშქრობა რამე გავლენას მოხდეს ვარა შენის ამ დროიდან ასაცე ბაზე გავლენა. კი. აი ძალიან მომეწონა. რა გავლენა მოხდინა, რა ისწავლე ხა? რა ვისწავლე? თურმე, ანუ თავიდანვე ვფიქრობდი რომ მოვკვდებოდი გზაში მართლა და აი წარმოდგენა არ მქონდა რომ აი 8 კილომეტრს გავივლიდი და აი იმდენად მომეწონა, იმდენად სასიამოვნოა ეს პროცესი რომ ვფიქრობ სადმე ვნახავ კიდე ადგილებს და ვილაშქრებ, იმიტომ რომ აი ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო მართლა და მოიწამე ლაშქრობა. კი, აი გულში შემიძვრა. აუ რა კაია. მოდი ჩემთანა ოპა ვარდიფესე ვერა და მესე ვარდი ყოვე ვერ ვიყოვე მე შესიყვარული ყოვე შეკიდამ წვიდა და ყოვე წადი ჩემთანა მე შესიყვარული ამდენი გოგოლა ახლა მე განახებთ ჩემ ფავორიტ მონაწილეს და მის შეხედულებას აზრებს რა ვიცი ამ ბანაკმა და ასე შემდეგ. და თქვენც მინდა რომ მოისმინოთ ეს ყველაფერი. ეს არის ჩემი ფავორიტი მონაწილე. მოგესალმებით. რა გქვია, აბა? მე მქვია ანა. ანა გქვია შენ? აი, ანა მესხიძე. ანა მესხიძე. ინსტაგრამით ხო გამოვანაცდამი აქ? კი, დავწუთქვა. აი, მაგ პრივილეგიას მოგცემ და ინსტაგრამში შეიძლება გააპიარო. გავაპიარო? არ ყავს, მაგრამ არა უსწრებს. კარგი, ინგლისურად მაწერია, დიდი ასოთი მესხიძე, წერტილი ანნ. ან კაი ანა ხა მაინტერესებს, იცი? რა მოგცა ზოგადად ბანაკმა, რა შეცვალა და რა დაგიტოვებს? ახლა ხა მივდივართ ხა აქედან და რას დაგიტოვებს რა საერთოდ? რა მოგცა ასე რომ თქვა? სხვათა შორის ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ ასეთ ბანაკში ვარ პირველად და ჩემი აზრით მარტო მე არ ვარ პირველად, ჩემი ბანაკელებიც არიან ასეთი ტიპის ბანაკში პირველად და ჩემი აზრით ჩვენ გვექნება ძალიან დიდი გამოცდილება და თუ დაგვჭირდება აი ასეთი ტიპის ლაშქრობა, ან თუნდაც მსგავსი პროექტებია და ღონისძიებები, შეგვიძლია რომ მივიღოთ თამამად უკვე მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ აი ამ ბანაკმა და ჩვენმა უსაყვარლესმა ლიდერებმა ჩაგვიტარეს ძალიან ბევრი ტრენინგები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ტრენინგი ბავშვებს ესმით ისეთი სიტყვა, რომ შეიძლება იყოს მოსაწყენი, აი აქ დაივიწყეთ ეგ ფაქტორი და ძალიან დიდი ხაზი გადაოსვით. პრაქტიკული ტრენინგები ქონა და ვერთობოდი. კი, მართლა. პრაქტიკაში ვაკეთებდით ყველა. მართლა ყველაფერი საუკეთესო იყო და აი რა ვიცი, ხელები ამიწევია და აი აუცილებლად უნდა მიიღოთ ყველა ახალგაზრდა მონაწილეობა აი ასეთ ტიპის ბანაკებში.
რა თქმა უნდა, ზანი. მე ვარ ყველაზე მაგარი და ძლიერი. მე ვარ ყველაზე მაგარი და ძლიერი. ეს ვარსკვლავები მთვარე და ღამე რამაზია ლამაზი ფერები თავი დამადე მუიმღირები მე შენთვის მინდა ეს ვარსკვლავები მთვარე და ღამე მოკლედ მეგობრებო ჩვენი დღეც დამთავრდა შევხვდებით დილით ეხლა დავიძინო მე ვამოსადებ ეხლა ჩემს საძილეს და უკანაც ბავშვებს ძინავთ იძინებენ და ახლა ჯერ ხმაურობენ მაგრამ არ იციან რომ დაუცოფავ ყველას აბა შევხვდებით ხვალ გავიღვიძეთ ავყარეთ იქედან ჩვენი ნივთები აქ ვინახავთ როგორც ხედავთ მანქანა მოვიდა ნელა მას ჩავალაგებთ მანქანაში და ჩვენ ფეხით დავერეკებით ბორჯომში რა ზევანი არის ძალიან მაგარი ადამიანი, იცის თავისი საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გახდება ცნობილი ვლოგერი და იუთუბერი. მაგარია. გაუმარჯოს ზევა! აუ, მაგიჟებს ეს ბავშვები რა. რომ მე არ შემიძლია ასე გამოვყვე, იმიტომ რომ ყველა ძალიან მაგარია. ზევანიც, მარიაც, ავთოც, მალიც. პატა, ძალიან გვიშტები ყველაზე საერთოდ. მე გამოვყო. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ყველა კარგი ლიდერია. უბრალოდ ჩემთვის ზევანი ისეთ რატომ არის ყველაზე კარგი ლიდერი, იმიტომ რომ ხო, კომუნიკაცია ქონდა ალბათ ყველაზე მეტი ბავშვებთან. ზევანისთან ექიმი. ექიმი არის ყველაზე მთავარი პერსონაჟი. ისე გაგზნობინა თავი, რომ არ ვიცი, მგონი რომ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ჩემი ბრატია რა. ჩემი ბრატი. შეჩემათი ამოვმართო. ნამდვილად. აბაწილეს ბაღები. ეს ხო ის რო ტყულა გადაგვიყო. მე რა ყველაზე დიდი მონაწილე მე ვარ. 15 წლის გახდა ცოტნე მეგობრებო დღეს და იულოცეთ. ფანებს არ გადაიღებ ფოტოს. რა? საერთოდ აუ ხო შენ ფოტო გადაიღებ. აბა. მოიცა გადაგვიღე. თითქოს ჩამოვედით, ზიგზაგები ქონდა გასავლელი და გამოვიარეთ. მეორე ჯგუფი რაღაცა იქეთ ამ მხარეს ჩავიდნენ და ეხა ჩვენ ვიდივართ აქეთ რა. აი. ნახეთ რა ლამაზია. ეს ძალიან მაგარია, ყველაფერი თულად მოსაპოვებელია. ესეც, რადგან ლამაზია, თულად მოსაპოვებელია. სიბრძნე ჩემგან. ადამიანი ქორფა. ზია. სავართ ეხა, ბორჯომის ეგაუ პარკში. კრეწყდა რომ დავიდეთ უშუალოდ საბაგიროთია, იქ უნდა ავიდეთ ზევით. ეს ხეობა არის ხალხო ბორჯომი. აქედან იწყება ბორჯომის ცენტრალური პარკი. ადიხართ, ეხლა ჩამოვა ჩვენ ფეხით რა. კომენტარი. სასწაულია, მე არ მეშინია კოროფზე. სასწაულია შედგენია და შენ ძალიან ხდები. უხდები თურმე. ნახეთ ეს არის ბორჯომი. აქ ეს ცენტრალური პარკი შემოსასვლელი და ეს ცენტრალური პარკი. ნახეთ, რა მაგარი არის. იქეთ არის ბორჯომ-ხარაგალის ეროვნული პარკი, ბავშვებო. და აი, იქ ეზიარებით ნამდვილ ბუნებას. და ყველაზე საქართველოში ყველაზე მოწესრიგებული ეროვნული პარკი არის. ჩავდივართ ახლა უსასრულო კიდევ რომელიც ფეირივით არადარ მთავდება. აი რაღაცა ძალიან ზევიდან ჩამოვედით. ეს ჯერჯერობით ჩვენი ხედი და აი ბლომად გვაქვს კიდე ქვევით. ჩამოვახციეთ ძლევს რა. გავგორდებით ახლა ძერში. დღის საუკეთესო ნაწილი იწყება ახლა. ეს არის რესტორანი. დავუჯექით ახლა რესტორანში და ველოდებით საჭმელს. აი ახლა დავამთავრეთ ჭამა და გადავსკდით სასიამოვნო იყო ეს პროცესი ნამდვილად. შენ კარგად არ მისიამოვნია დიდი ხანია.
გავხართ ეს ო ისე წეჭი ეხლა დავუშვებით ბათუმისაკენ აბა ჰეტა აბა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში შემდეგი გაჩერება ბათუმი და შემდეგი ვიდეო გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში არა არ გამოერთ